სალამი, დღეს მოგიყვებით თუ რატომ გადავედი Samsung-დან iPhone-ზე. მქონდა S24 Ultra, ვიყიდე iPhone 16 Pro Max-ი, თქვენ ყველამ იცითო წლებია ვარ Samsung-ის მომხმარებელი, ძალიან მიყვარს Samsung-ი და ასევე Android-ი მესჩევნია iOS. ეხლა გეტყვით ზუსტად მიზეზს. მაგრამ ველოდებოდი S25 Ultra-ს და მეთქი დაველოდები და გადავალ რა. მაგრამ უცებ ანონსდება, რომ ელემენტი რჩება იგივე 5000 მAh და ვინც არ იცის Apple-ის Samsung-ს ელემენტით კარგად ჯობია. ნუ კაი მეთქი ჯანდაბას არაუშავს, ნუ დავტენი მეთქი რა. და უცებ Samsung-ი ანონსებს, რომ ტოვებს იგივე მატრიცას. ეხლა რაც შეეხება იგივე მატრიცას, ვინც არ იცის, Samsung-მა წელსო გააკეთა ეგეთი არ გაუკეთებია. ჯერ თავის ტელეფონში არ აქვს ახალი მატრიცა ჩადებული და Apple-ს და Google-ს მისცა თავის სუსუ ბოლო მატრიცა. და თავის ტელეფონში არ აყენებს, იმიტომ რომ ძვირი ჯდებაო. ეგ არის ჩვეულებრივი სიღორე, როდესაც Apple და Pixel-ი შენგან ყიდულობენ ეკრანს და შენ არ აყენებ შენი წარმოების ეკრანს შენ ტელეფონში, იმიტომ რომ ჯდება ძვირი. და იძახის, რომ ძველ მატრიცას დააკალიბროვკებს. როგორც არ უნდა აკალიბროვკოს ძველი მატრიცა, ახალი არ გახდება, ენერგოეფექტურიც ვერ იქნება ისეთი და აი ეს იყო მიზეზი ჩემი iPhone-ზე გადასვლის. იმიტომ რომ სანამ ეს პოლიტიკა გაგრძელდება, აღარასოდეს აღარ ვიყიდი Samsung-ს. თუ გამოფხიზლდება, კი ბატონო, შეიძლება გადავიდე ისე. ეხლა რაც შეეხება პლუსებს და მინუსებს. ფოტოთი სადღაც Samsung-ი ჯობია. ეკრანით, Samsung-ის ფერები, ხა ორივე Samsung-ი აყენია უფრო ჭყეტელა და მე მიჩვეული ვიყავი და მომწონდა, მაგრამ სისუფთავით და ყველაფრით ახალი მოდელი მისცა და ჯობია iPhone-ის, ხმას რაც შეეხება, საოცარი ხმა აქვს, Apple-ს რო საოცარი ჩიპი უყენია, ყველა მიცის. აჟე გასაკვირი ის იყო, Samsung-ის ყურსასმენი Apple-ზე უფრო კარგად უკრავდა ვიდრე Samsung-ზე. ანუ ხმით მირჩევნია Apple-ი, ეკრანი მაინც გემოვნების თემა კი iPhone-ი უფრო სწორფერებს ანახებს და უფრო ახალი აყენია. ელემენტით დავისვენე, რაც გადავედი, ფოტო გადაღებით ჯობია Samsung-ი, ვიდეო გადაღებით ჯობია Apple-ი. სისტემას რაც შეეხება, მე მაინც Android-ი მირჩევნია, იმიტომ რომ ჩემთვის ბევრად დახვეწილია, უფრო კარგად მოვიხმარ, შეზღუდული არა ვარ. ის მითი, რომ Android-ზე ვირუსებია და iOS-ზე არა, ეგ მითია, ვირუსი ყველგან არის, მოხმარება უნდა იცოდე. რაც შეეხება ბაგებს, წლებია Samsung-ი მაქვს, Samsung-ზე ბევრად ნაკლები ბაგი მქონია, ვიდრე მაგალითად Apple-ზე. ასე რომ მე მაინც Android-ისკენ. მე მინდა შედარება დავდო, აი რაც კომპიუტერს შეეხება და ლეპტოპს შეეხება, მანდ უკვე Mac-ისკენ უნდა გავიწიო, იმიტომ რომ სულ სხვა რამეა. იქ ელემენტი და პროცესორი იმდენად არის დახვეწილი, რომ სულ სხვა რამეა. მაგაზე ცალკე ჩავწერ ვიდეოს, იმიტომ დიდი ვიდეო გამოვა, მთელ M1-ს, M2-ს, M3-ს, M4-ს Max-ებს შევადარებ და გეტყვით, ვისაც Mac-ის ყიდვა გინდათ, რომელი უნდა იყიდოთ, რომელი არ უნდა იყიდოთ, რომელი რაში გამოგადგებათ. თუ გაინტერესებთ, დაწერეთ კომენტარებში და შემდეგ ვიდეოს ჩავწერ მაგას.